მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას. საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბატაძე წარმოგიდგენთ. გვინდა დავარწმუნოთ ინვესტორები, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური გარემო სტაბილურია, ჩვენი პოლიტიკა კი თანმიმდევრული. ვენაში ჩასული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ინვესტორებს შეხვდა. Raiffeisen ბანკის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე 25-ზე მეტი ინვესტორი თუ საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელი ესწრებოდა და საუბარი მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობის განმტკიცებას, ასევე დედოლარიზაციის პოლიტიკას შეეხო. ნათია თურნავა ვენაში ინვესტors ყოფილი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო ფორუმში იღებს მონაწილეობას. ჩვენ გვინდა რომ დავარწმუნოთ ინვესტორები იმაში, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური გარემო არის სტაბილური, ჩვენი პოლიტიკა არის თანმიმდევრული და საკმაოდ მიზიდველ ადგილად რჩება საქართველოს ინვესტორებისთვის. ნიშანდობლივია, რომ აქ მონაწილეობს 25-ზე მეტი ინვესტორი, ინსტიტუციური ტიპის ინვესტორი, ფონდები, სხვადასხვა ტიპის, ასე ვთქვათ, საინვესტიციო ჯგუფები. და ეს მეტყველებს იმაზე, რომ მაღალი ინტერესია ზოგადად საქართველოს მიმართ. ზედიზედ მეორე წელია საქართველოს ფულადი გზავნილები უცირდება. 2024 წელს ქვეყანაში ფულადი გზავნილების ნაკადების სახით 3 მილიარდ 400 მილიონი დოლარი გადმოირიცხეს, რაც 2023 წელთან შედარებით 785 მილიონი დოლარით, ანუ 19%-ით ნაკლები მაჩვენებელია. თუ 2023 წელს რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტით ფულადი გზავნილებში რუსეთი ლიდერობდა, დღეს ვითარება შეცვლილია. 2024 წელს გზავნილებში პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, საიდანაც გასულ წელს 573 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. თანხაწლიურად 24%-ით არის გაზრდილი. მეორე პოზიციაზეა იტალია 567 მილიონით, მესამე პოზიციაზე კი არის უკვე რუსეთი 551 მილიონი დოლარით. აღსანიშნავია, რომ იტალიიდან ფულადი ნაკადები 8%-ით არის გაზრდილი. გზავნილების მატება კი განსაკუთრებით არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ამ ქვეყანაში ქართველი ემიგრაციის ზრდის ხარჯზე. 2024 წელს 65%-ით, ანუ 987 მილიონი დოლარით შემცირდა ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან, რაც მიგრაციული ტალღის შემცირებაზე მეტყველებს. როგორ შეიცვალა გზავნილების მოცულობა და გეოგრაფია და როგორ დაბალანსდება სავალუტო ნაკადებში დანაკლისი, ნუცა შუბაშვილი მუშაობს თემაზე და მეტ დეტალს შემდეგ გამოშვებებში წარმოგიდგენს. საცალო ვაჭრობის სექსუალურმა მარკეტებმა დისტრიბუტორებს სახელშეკრულებული პირობები გაუარესეს და გადასახადები გაუზარდეს. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, თუ აქამდე ეგრეთ წოდებული cashback-ი 40-50% იყო და 60%-მდეა ეს მაჩვენებელი ახლა გაზრდილი. სადისტრიბუციო კომპანიებს ასევე უწევთ ქსელში დაშვებისთვის საკმაოდ სოლიდური გადასახადი გადაიხადონ, რასაც ემატება ეგრეთ წოდებული რეტრო ბონუსი, თაროს გადასახადი და სხვა, რაც ბუნებრივია პროდუქციის ღირებულებაზე აისახება. სადისტრიბუციო ბიზნესი მათსა და რიტეილერებს შორის ურთიერთობის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირების საჭიროებაზე საუბრობს, რათა სახელმწიფომ დაიცვას როგორც მცირე და საშუალო ბიზნესი, ისე მომხმარებელი. პირობითად თუ კომპანია აწუდის 10 ლარად ღვინოს, ამ 10 ლარიდან კომპანიის არის 4 ლარი, 6 ლარი რჩება საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტს. ეს მინიმუმ გარდა ამისა, შესვლის გადასახადი ეგრეთ წოდებული, SKÜ-ს რეგისტრაციის საფასური, თაროს გადასახადი, ეს რომელიც არ მოიცავს ამ 6 ლარს და კიდევ ამ 4 ლარს აკლდება. კომპანიებს აქვთ გადახდილი ასეულობით 1000 ლარი იმისთვის, რომ მომხდარიყვნენ ქსელში და დღეს არიან იმოცემულობის წინაშე, რომ თუ ამ პირობას არ დათანხმდნენ, ისინი დაკარგავენ ყველა ამ თანხას, ისინი იძულებული არიან რეალურად რომ გააყვნენ დაწესებულ მოთხოვნებს და შესაბამისად იძულებულნი არიან საბოლოოდ ეს ასახონ ფასში. როგორ შეიძლება დარეგულირდეს დისტრიბუტორებსა და რიტეილერებს შორის ურთიერთობები და რა გავლენა აქვს საცალო ვაჭრობის ქსელების მიერ დაწესებულ გადასახადებს პროდუქციის ღირებულებაზე. ელენე გოგბერაშვილი მუშაობს თემას და დეტალებით შემდეგ გამოშვებებში შემოგვიერთდება. ბოლო პერიოდში ფქვილის გაძვირების და ფქვილზე იმპორტის გადასახადის გადახედვაზე პურის მწარმოებელთა მოთხოვნის ფონზე ქართული ოცნების გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღოლაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის პურის მრეწველთა კავშირისა და წისქვილ კომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად სექტორში არსებულ ვითარების დეტალები განიხილა. მხარეებმა შეხვედრაზე წარმოებაში დასაქმების ბაზრებზე დივერსიფიცირებისა და ფასების რეგულაციის საკითხებზე
გაიმსჯელეს. დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთვის კერძო სექტორის მხარდაჭერა პრიორიტეტია. ცოტა ხნის წინ პურის მრცხოველთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ ფქვილის ღირებულება გაიზარდა, რომლის პირობებშიც პურის ფასის ღირებულების შენარჩუნება ბიზნესს უჭერს. მისივე ინფორმაციით, ერთი ტომარა ფქვილის ფასმა წისქვილებში 53-54 ლარი შეადგინა. ფქვილზე იმპორტის გადასახადის შემცირება მიუღებელია ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციისთვის. ტრამპის ინაუგურაციამდე 5 დღით ადრე შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა და ენერგეტიკის სექტორის შემდეგ მიზანში უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინის 250-ზე მეტი დამხმარე ამოიღო. ახალი სანქციები შეეხო 150-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და კომპანიას, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაში და მხარს უჭერენ მის სამხედრო ინდუსტრიულ ბაზას. სანქციები ეხება მათ შორის რუსულ ბანკებს და კომპანიებს, რომლებიც მუშაობენ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში. სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თანახმად სანქციები ასევე გავრცელდება ათობით კომპანიაზე რუსეთის ფარგლებს გარეთ, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მიერ სანქციებისაგან თავის არიდებას, განსაკუთრებით კი ჩინეთში. ვაშინგტონმა ასევე მიიღო ზომები ყირგიზეთის ერთ-ერთი ბანკის წინააღმდეგ, რომელიც მათი შეფასებით თანამშრომლობს რუს ოფიციალურ პირებთან და დასანქცირებულ რუსულ ბანკებთან. ამ კვირაში ასევე გამოჩნდა, რომ შეერთებული შტატების ფოკუსში რჩება კავკასია. 2 დღის წინ ენტონი ბლინკენმა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა სომხეთთან. გუშინკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, რომ ვაშინგტონი კვლავ სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო. რას მოუტანს მსოფლიოს ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება? როგორ აისახება მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე ქვეყნის გადაწყვეტილებები ეკონომიკურ პროცესებზე და სად არის საქართველოს ადგილი ახალ რეალობაში? ამერიკის მცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტი გიორგი ლაბაძე შემოგვიერთდება 15 საათსა და 30 წუთზე საქმის კურსში. 2024 წელს ქართული ღვინის უცხოეთში პოპულარიზაციაზე სახელმწიფო 16 მილიონი ლარი დახარჯა. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება. პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის მიზანი ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა. სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 24 საერთაშორისო გამოფენაზე, 13 ფესტივალზე და 100-მდე დეგუსტაცია პრეზენტაციაზე, სადაც ჯამურად ქართული ღვინის 200-მდე კომპანია მონაწილეობდა. ქართული ღვინის წარმოდგენები გაიმართა მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში, ასევე 2024 წელს ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები გაიმართა საქართველოს მასშტაბითაც. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოპერატიული მონაცემებით გასულ წელს ქართული ღვინის ექსპორტი 2023 წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა და 95 მილიონ ლიტრს მიაღწია. საქმის კურსი ეთერში 1 საათში ბრუნდება, დაგველოდეთ.